მოგესალმებით. ეთერშია რუბრიკა საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე. რუბრიკას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი შვედეთის დაფინანსებითა და BMD-სთან პარტნიორობით ახორციელებს. რუბრიკის დღევანდელი თემა არის ერთჯერადი პლასტიკის რეგულაციების განახლება, რომლებიც ძალაში 2026 წლიდან შევა. პლასტიკის მართვა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოზავით საკითხია, რადგან პლასტიკის ზედმეტი გამოყენება და მისი გარემოში განთავსება პირდაპირ გავლენას ახდენს ეკოსისტემებზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკურ მდგრადობაზე. სწორედ ამიტომ თანამედროვე გარემოზავითი პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ შემცირდეს ერთჯერადი პლასტიკის მოხმარება და გაძლიერდეს მისი გადამუშავება, ხელახალი გამოყენება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა. პლასტიკის გამოყენების შემცირება გულისხმობს ისეთი პროდუქტებისა და მასალების ახალისებას, რომლებიც ნაკლებად მავნია გარემოსთვის, უფრო მდგრადად იწარმოება და მარტივად ექვემდებარება გადამუშავებას. ეს მოიცავს პროდუქტების დიზაინის გაუმჯობესებას, მწარმოებლის პასუხისმგებლობის გაზრდას, ნარჩენების დახარისხების სისტემის განვითარებას და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. ევროპული სტანდარტები გამკაცების პირობებში პლასტიკის მართვა ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ევროკავშირი ზღუდავს ერთჯერადი პლასტიკის ნაწარმის წარმოებასა და ბაზარზე განთავსებას. ამ ცვლილებების მიზანია ისეთი ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნა, რომელიც დატვირთული აღარ იქნება ზედმეტი პლასტიკის ნარჩენებით და სადაც ბიზნესები პასუხისმგებლიანად უდგებიან საკუთარი პროდუქციის სიცოცხლის ციკლს. პლასტიკის შემცირება მდგრად ალტერნატივებზე გადასვლა ხელს უწყობს როგორც გარემოს დაცვას, ისე ბიზნესის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ თუ რას ნიშნავს ბიზნესისათვის პლასტიკის ახალი რეგულაციები და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს ამ რეგულაციებთან ეფექტიანი შესაბამისობა, პასუხისმგებლიანი წარმოების უზრუნველყოფა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნა. რუბრიკის სტუმრები არიან სოფო ქაშაკაშვილი, რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მოგესალმებით და ვერონიკა გოგოხია, ჯორჯია ფეკიჯინგის გენერალური მენეჯერი. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისათვის. სოფო, თქვენი დავიწყებთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. ახალი რეგულაციების ამოქმედების ფონზე ვიცით, რომ იკრძალება ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის საგნები. ძირითადად ის ყველანი თორსად მიჩვეულები ვიყავთ ჩვენს ყოველდღიურობაში. რომელი სექტორები აღმოჩნდებიან თქვენი გამოცდილება პოზიცია რო გითხრათ, ყველაზე მეტად გავლენის ქვეშ და როგორია თქვენი შეფასება ზოგადად ახალი რეგულაციებისადმი? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ აქტუალური თემაა საახალწლო პერიოდში, რადგან სულ მალე ამოქმედდება ახალი რეგულაციები. თვითონ რეგულაციის თანახმად მთავარი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება საცალო ვაჭრობა, სადაც ხდება მზაასაკვების გაცემა და ჰორეკა სექტორის არესტორნო ბიზნესი, რომლებიც ასევე მზაასაკვებს ათავსებენ ერთჯერად ჭურჭელში. პირდაპირ არის რეგულაციის გათვალისწინებული, რომ მეწარმეები, რომლებიც ახდენენ უკვე საწარმოში პროდუქციის განთავსებას პლასტიკის ჭურჭელში და იმის ეტიკეტირებას ამ მიმართულებაზე არ ვრცელდება ახალი რეგულაციები, ვრცელდება მხოლოდ მომხმარებლის წინაშე უკვე მზაასაკვების ერთჯერად ჭურჭელში განთავსებას. იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, რასაკვირველია დაუბრუნდეთ ისევ რეგულაციის საკითხს, რომ ძალიან კეთილშობილური მიზნები აქვს და ბიზნესიც მიესალმება და მეც როგორც მოქალაქეობრივად ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი რეგულაცია ნელ-ნელა ამოქმედება და უკვე ალბათ სხვა მიმართულებითაც ჩავანაცვლებთ ამ პლასტიკს დროთა განმავლობაში, თუმცა გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სექტორი და დარწმუნებული ვარ ჰორეკაც მცირე დროის გამო. ფაქტიურად დაანონსდა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ამ რეგულაციის ამოქმედება, კონსულტაციები დავიწყეთ სადღაც ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და ეს დრო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულად ჩავანაცვლოთ პლასტიკი 1 იანვრიდან. მოგეხსენებათ, საქართველოს იმპორტდამოკიდებული ქვეყანა არის და ძირითადად ამ ნედლეულის შესყიდვა ხდება საზღვარგარეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. უნდა შეთანხმდეს, ვთქვათ, ახალი ნედლეული, ბრენდირება, ვისაც სჭირდება, ტრანსპორტირება და ბევრი სხვა დეტალი, რომლისთვისაც შეიძლება ნახევარი წელიც კი არ იყოს საკმარისი. სახელმწიფო სტრუქტურებმა გაითვალისწინეს ეს გამოწვევები, რომელიც ბიზნეს ამ ეტაპზე აქვს და გარდამავალი პერიოდი მოგვეცა გარკვეული მიმართულებით. 1 აპრილამდე დასაშვები იქნება მხოლოდ დანაჩანგლების, მოსარევი ჩხირების, კოვზების, EPS ჭიქების გამოყენება, ხოლო 1 ივნისამდე იქნება დასაშვები მხოლოდ ერთჯერადი კონტეინერების და პლასტიკის ჭიქების გამოყენება. ანუ 1 ივნისის შემდეგ, 6 თვის შემდეგ, სრულად უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან პლასტიკის ჭურჭელი. თუმცა მაინც მიმდინარეობს, ვაგრძელებთ კონსულტაციებს, იქნებ რაღაცა საშეღავათო პერიოდი ცოტა კიდე დაგვემატოს, იმიტომ რომ ფაქტიურად დროში ვიწვევით, თორე ისე ძალიან პოზიტიურად უდგებით ამ ახალ ცვლილებებს. მადლობა სოფო. აქვე დავამატებ თუ სწორედ ვიცი მე თუ არა და შემისწორეთ. ლაპარაკი არის საქართველოში გამოსაყენებლად ერთჯერად ჭურჭელზე და არა ექსპორტის მიზნისთვის. მე შემიძლია თუ არა წარმოებელი ვაწარმოო და გავიტანო ექსპორტზე, მაგრამ ვეღარ განვათავსებ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენთან. ხომ ესე არის? დიახ. მადლობა დიდი. ვერონიკა,
რა ნაბიჯებს გამენ კომპანიები იმისათვის რომ ერთადერთი პლასტიკის შემცირების მოთხოვნებს მოირგონ თქვენი პოზიცია რო გითხრათ და რამდენად არის თქვენი აზრით სექტორი ზოგადად მზადყოფნა რამდენად აქვს სექტორს ამ ცვლილებებისათვის თამაშდობის მადლობა მოწვევისთვის თემა ნამდვილად ძალიან საინტერესოა ჩვენ Georgian Packaging-ს შეეხო ეს რეგულაციაც იმ კუთხით ჩვენი ძირითადი ნედლეული არის ქაღალდი მაგრამ ქაღალდის ჭიქებისთვის ადგილზე ვაწარმოებთ პოლისტიროლის თავსახურებს და აქედან გამომდინარე ჩვენც შეხებაში ვართ პლასმასთან და დაგვჭირდა ასე ვთქვათ ჯერ პირველ რიგში დაბნეულობა იყო საერთოდ რას ეხებოდა და ყველა როგორც კი გამოცხადდა ყველა დამკვეთი ყველა ასე ვთქვათ პარტნიორი გვირეკავდა აბა რავშვებით 1 იანვარს იმიტომ რომ რატომღაც მოლოდინი იყო რომ 1 იანვარი რო გათენდებოდა არც ერთი პლასმასის ნივთი არ უნდა ყოფილიყო საერთოდ საქართველოში თუმცა ასე ვერ იქნება როგორც აღმოვაჩინეთ მე კომუნიკაციით და მიმოწერებით და ასე ვთქვათ კოდებით და კლასიფიცირებით პოლისტიროლს უშუალოდ პოლისტიროლს რომელიც არ არის გაფართოებული პოლისტიროლი ეს არ ეხება და ჩვენ შემთხვევაში პოლისტიროლის თავსახურები წარმოებაში დარჩება და ადგილზე მიწოდებაც იქნება ასევე ექსპორტიც, მაგრამ ჩვენ მაინც როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელიც ქაღალდისგან აწარმოებს შესაფუთ მასალას, მაგრამ ვერანაირად ვერ გაემიჯნება პლასტიკს, იქიდან გამომდინარე, რომ პლასმასი ვერ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან და ის თანამონაწილე არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების. აქედან გამომდინარე ჩვენც ვეძებთ და მოვძებნეთ უკვე ალტერნატიული გზები, რომლებიც არსებობს ევროპის მასშტაბითაც და მთელ მსოფლიოში. ეს არის ალტერნატიული თავსახური, რომელიც მზადდება დაყალიბებული ბოჭკოსგან, მაგრამ უკვე გლობალური ბრენდები, რომელთაც არ დავასახელებ, მაგრამ ზოგადად ცნობილი ბრენდები, მის მესამე თაობას ტესტავენ უკვე, მაგრამ არის პრობლემები, იმიტომ რომ გამოწვევად რჩება უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მემუწოდებლამდე დამკვეთამდე მიტანა, რადგანაც მას დაყალიბებულ ბოჭკოს არ აქვს იგივე თვისებები, რაც პლასტიკს, გაფართოების და შეკუმშვის კუთხით გულისხმობ და შესაბამისად ის არის სიზუსტეზე ორიენტირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მილიონი ჭიქა, შეიძლება მილიარდიც ერთნაირად ზუსტი უნდა იყოს დიამეტრში იმისთვის, რომ ეს დაყალიბებული ბოჭკოს თავსახური მოერგოს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი გამოწვევა არის ეს ალტერნატიული თავსახურიც ბოლომდე ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს დისტრიბუციასთან დაკავშირებით და ისევ დაიწყეს ბრენდებმა საუბარი, რომ ხო არ დარჩეს ისევ პოლისტიროლი. ამიტომ ეს თემა არის დიდი ხნის მსჯელობის საგანი და ამას უბრალოდ ესე 1 იანვარს ვერ მოვაგვარებთ. მადლობა კი მეც გეთანხმებით არ მგონია ესე ერთ და ორ დღეში მოგვარდეს ეს საკითხი. თქვენთან გადმოვალთ შემდეგი შეკითხვით. საინტერესოა ჩემთვის მაგალითად როგორც რიგითი მომხმარებლისთვის რა ალტერნატივები არსებობს აი იმ პროდუქტებისა, რომლებიც აიკრძალება რეალურად ეტაპობრივად და მაგალითად რას თავაზობთ თქვენს მომხმარებლებს. კი ბატონო, როგორც აღინიშნა, ძალიან კეთილშობილი საქმეა, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა მოყვებოდეს ბოლოში სად მიგვაქვს ის რაც გრჩება, რაც ნაწილობრივ აიკრძალა, ან საერთოდ რო არ აიკრძალა ის ნარჩენი სად მიდის. ანუ ცირკულარული ეკონომიკის წრე იკვრება თუ არ იკვრება. ის ჩამონათვალი რაც იყო წარმოდგენილი, მას აქვს შესაბამისი ალტერნატივები, მაგალითად ჭიქის შემთხვევაში შეიძლება იყოს ქაღალდის ჭიქა, მაგრამ აქაც არის დაშვება, იმიტომ რომ მაგალითად ქაღალდის ჭიქას ვერ გამოიყენებენ ლუდის ჩამოსხმის დროს, საცალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ლუდი უბრალოდ ქაფდება შიგნით. ანუ ეს გამოცდილი გვაქვს თავიდანვე და ვიცით რა პრობლემა არის. ძალიან დიდი პრობლემა წარმოიქმნა საწრუფთან დაკავშირებითაც, როდესაც ვერ ჩანაცვლდა პლასმასის საწრუფი ვერ ჩანაცვლდა ქაღალდის საწრუფით სამედიცინო სფეროში ისეთი ავადმყოფებისთვის, რომლებსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საწრუფით რაღაცა სითხის მიწოდება, იმიტომ რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა ქაღალდის საწრუფს არ აქვს, მაქსიმალური კარგი დამზადების პირობებში ის არის 20 წუთი, მაშინ როცა პლასმასის შემთხვევაში ეს უფრო ხანგრძლივი არის გაცილებით, ნუ ჰიგიენიდან გამომდინარე შეიძლება 24 საათიც იყოს, მაგრამ მაინც. პლუს ამას ქაღალდის საწრუფი არ არის ისეთი სანდო და სტაბილური მაგ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სფეროში ჩვენ მქონდა კიდევაც გამოფენაზე გამოცდილება, როდესაც უბრალოდ მოვიდა გერმანელი დამკვეთი, რომელსაც თქვა, რომ მამამისისთვის სჭირდებოდა და დღეს ვერ პოულობს ვერც ერთ ბაზარზე და უწევს, რომ ჩინეთიდან ჩამოიტანოს იმისთვის, რომ ეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იყო. სხვა დანარჩენიც შეიძლება ალტერნატივა, როგორც ქაღალდის, ისე დაყალიბებული ბოჭკოსი მოიძებნოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პლასმასი უნდა ამოვიდეს, იმიტომ რომ პლასმას ესე პირდაპირ ვერ ჩაანაცვლეს. პლასმასის კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება დაფასოებისთვის, მათი ალტერნატივა არის ქაღალდი დაფარული პოლიეთილენით, ერთი ალტერნატივა ეს არის, ან მეორე არის ისევ დაყალიბებული ბოჭკო. ისევ მივდივართ იქამდე, რომ თუ ვაუქმებთ ან კრძალავთ პლასმას ნაწილობრივ ამთლიანად, მაშინ ვზრდით მოხმარებას ქაღალდის პროდუქტებზე.
პასუხი შეკითხვაზე რომელი უფრო მეტზე გავლენას ახდენს ან ნაკლებს ეს პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს იქიდან გამომდინარე რომ საკმარისი რაოდენობა წლები არ არის გასული რომ ამაზე ვინმე პასუხი გაგცეს. კი ბატონო, მადლობა. ხო, გეთანხმებით პლასტიკის გაქრობა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რესურს აღარ გამოვიყენებთ, უბრალოდ ჩემი პირადი აზრია ის, რომ ჯობია გამოვიყენოთ განახლებადი რესურსი, ვიდრე რესურსი, რომელიც არ ნახლდება და ბოლოს აქვე გეტყვით, რაც ცირკულარული ეკონომიკის წრის დახურვაზე რაც ვილაპარაკეთ, პრობლემა და გამოწვევა არის ჩვენთვის ის, რომ სად მიდის, რას უშვებით ნარჩენს. არ აქვს მნიშვნელობა ეს პლასმასია თუ არ აქვს მნიშვნელობა რა არის. იმიტომ რომ ჩვენთან არ არის, არ მუშაობს მეწარმის გაფართოებული ვალდებულება შესაფუთ მასალებთან დაკავშირებით და შესაბამისად ის შესაფუთი მასალები, რომელიც ხდება სტრაფიკების ობიექტში ან ჰორეკა სექტორში, ის ნარჩენი უბრალოდ ხდება ნაგავსაყრელზე. მაშინ როდესაც და არ ხდება არც მისი სეპარირება, არც შეგროვება და არც გადამამუშავებელთან მიტანა. ერთ მაგალითს მოგყვებით, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ხნის კი ბატონო, დღესაც განიცდიან, ანუ პლასმასის გადამამუშავებელი სექტორი წარმოება 30% დაწვრთულობით მუშაობს მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეულის დეფიციტს განიცდის. ეს მეტყველებს ყველაფერს. მადლობა. შოუ თქვენთან მექნება შემდეგი შეკითხვა. პლასტიკის აკრძალვა არ არის ზოგადად რაღაც ნივთის აკრძალვა, ხო ეს არის ქცევების შეცვლა, ეს არის მენეჯმენტის შეცვლა კომპანიებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ძირითადად გამოწვევები გვექნება ამ გარდამავალ ეტაპზე, რომელიც დაიწყება რეალურად ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება მომხმარებლის ქცევის შეცვლა, იმიტომ რომ ეს ახალი მასალა მუყაო იქნება თუ ქაღალდი, შედარებით უფრო სწრაფად ფუჭდება, ასე ვთქვათ, და უფრო სწრაფად უნდა იყოს მოხმარებადი და როგორც წესი და ჩვენ აქამდე გვქონია, როდესაც ბიოდეგრადირებად პარკებზე გადავედით, მომხმარებლისგან არის ხოლმე უკმაყოფილება. ამას რა თქმა უნდა დასჭირდება დრო, ცნობიერების ამაღლება მომხმარებლის და ასე შემდეგ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე რა თქმა უნდა ფასი, რომელიც მსგავსი მასალების შედარებით უფრო მეტი ღირებულების არის ვიდრე პლასტიკი. და რა თქმა უნდა, როდესაც აისახება ეს ღირებულება მომხმარებელზე, ისევ გამოიწვევს უკმაყოფილებას. არის უკვე სხვადასხვა პროცესუალური ცვლილებები, რომელიც უკვე თვითონ რიტეილის შიგნით უნდა მოხდეს, თანამშრომლების გადამზადება, პროცესების განახლება, ოპტიმიზაცია და ასე შემდეგ. ნუ ამას რა თქმა უნდა ჩვენ შიგნით დაავალაგებთ, არ იქნება პრობლემა, თუმცა აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ისევ მომხმარებლების მიმართულებით იქნება, რომ ასე ვთქვათ, ეს ჯოხი არ გადაწყდეს მხოლოდ ჩვენ სექტორზე და მომხმარებელმაც გაითავისოს, რომ ეს არის რაღაც ემსახურება ერთ დიდ მიზანს. კეთილშობილურს. მართალია, დიდი მადლობა ვერონიკას, ესე ვცვლათ, რომ განავრცო მეც ახლა სხვა პოზიციიდანაც შევხედე, მხოლოდ რიტეილიდან არა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს გადამუშავების პროცესი იქნება ეს პლასტიკი თუ სხვა მასალა. მნიშვნელოვანია, რომ გადამამუშავებლები მიმართულება განვითარდეს საქართველოში და ერთეულები ყავს თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები, რომლებიც ამას ახორციელებენ დღეს. კი ბატონო, დიდი მადლობა, აბსოლუტურად მართალი ხართ. მხოლოდ რამდენიმე კომპანია დღეს საქართველოში, ვინც უშუალოდ მაგალითად პლასტიკის გადამუშავებაზე მუშაობს და არ ყოფნის მეტი გვინდა, მეტი გვჭირდება. მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო დასრულს მიუახლოვდა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენს მაყურებლებს კი დავიმშვიდობებით ერთი კვირით და შემდეგ კვირაში დაგემოდებით ასევე ძალიან საინტერესო თემებით. ნახვამდის.